ეხლა მინერალოგიაზე თუ გაინტერესებთ, თუ ძალიან არ დაგღალეთ, შემიძლია მინერალოგიაზე სხვადასხვა მოვიტანეთ აქ ეზოთერია-ჯის პროდუქცია და იმიტომ თან უნდა აგიხსნათ რა ქვები რა არის. დღეს არის მთვარე თევზებში. და ძალიან ბევრი მომთხოვა რომ იქნება იყოს შესაძლებელი ამ ქვების მოტანა, შეგიძლიათ შეიძინოთ კიდეც თუ რამე სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ უბრალოდ დაათვალიეროთ და ნახოთ ვთქვათ რა არის საიძე, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი ის მინდა გითხრათ, რომ აი ზოგადად ასტრომინეროლოგია, რომლის გარეშეც მე მაგალითად არავის არ ურჩევ არც ერთ ქვებს და რაშია ახლა საქმე. მინეროლოგია არის ძალიან რთული საკითხი, აი ურთულესი საკითხი, რომელიც უმეტესად შეიძლება თვითონ ზოდიაქოებშიც კი არ ვლინდებოდეს, აი მე მაგალითად უყურე პირად რუკას და საერთოდ არ უწერია ის ნიშანი, მაგრამ იმ ნიშნის ქვას ვაძლევ. თორე ეს არის ფსიქოლოგიური ანალიზი ადამიანის ჯერ თავიდან ბოლომდე და შემდეგ ხდება უკვე ისე რომ იცოდეთ მინეროლოგიას რა ენერგეტიკა აქვს, ყველა ეს არის ცოცხალი არსება, რა თქმა უნდა, ცოცხალი ან ენერგეტიკული არსება, რომელსაც აქვს ზემოქმედება ჩვენ აურაზე, ჩვენ აურა გვაქვს ძალიან ბევრი ესეთი ენერგეტიკული შრეებით და სწორად გაკეთებულმა მინერალმა შეიძლება მთლიანად შეგვიცვალოს აურაც კი, გაუმჯობესებული კუთხით. არის დაბნელებული აურის კუთხის მხარეებიც, რომელიც არის ცოტა შემოქებული, ცოტა არის თქვა დარდისგან, თქვათ რაღაცა ისეთი მძიმე პროცესებისგან და აი ამ ბნელ მხარეებს წმინდავს. აი ეს იციან უკვე ძალიან ბევრი საუკუნე არის მინერალების თემა სხვადასხვის და რაც ნიშნავს ასტრომინეროლოგია ზოგადად ხდება მთლიანად ადამიანის რუკის ჯერ წინა ინკარნაციების განსაზღვრა, ანუ მისია ადამიანის რა არის მასში უკვე წარმავალი ინფორმაცია ზოგადად რა არის ის წარსული რითი მოვიდა და აღარ უნდა დაუბრუნდეს პირველი ამით ხდება განსაზღვრა რა გზით წავიდეს, ესე იგი შესაბამისად რა ენერგეტიკა, აი ხა მინდა განახოთ, რა ენერგეტიკა უნდა გააძლიეროს სამ ადამიანმა საკუთარ თავში. მოდით აი რამოდენიმე ქვას ავიღებ და ისე შემოგთავაზებთ საუბარს. აი აქ მაქვს რამოდენიმე ქვა, მოშორია მიღია. უბრალოდ, იცით რა ხდება, რომ მე რომ დავიწყე ამის კვლევა მინერალოგიის, ამიტომ არაფერი არ იცის ასტრომინეროლოგიის შესახებ. საერთოდ, თან ამბობენ რომ ვიცითო, მაგრამ აქ არის ცოტა სხვა წვრილმანები გასათვალისწინებელი და მინდა უბრალოდ ინფორმაციულად იცოდეთ, როგორ მოქმედებს მინერალები ჩვენზე და ძალიან დამუკევის არის პირდაპირ არის გადაჭაჭული ასტროლოგიისთან, იმიტომ რომ ყოველი ქვა იმართება პლანეტის მიერ, ზოგიერთი ქვა საერთოდ არ იმართება არც ერთი პლანეტის და უბრალოდ ენერგეტიკა აქვს. აი მაგალითად იქ მიდევს ერთი სადოლიტი, რომელიც სოდალიტი ბოდიშით, რომელიც საერთოდ არ იციან რა პლანეტის მიესადაგება, მაგრამ ვიცით იმის ხასიათი. და იმის თვისებები. მე თუ ხედავ რომ ადამიანს სჭირდება ეს თვისებები, ზუსტად შეუძლია გამოიყენოს ეს ქვა, მაგრამ ამასაც აქვს სპეციალური კულტურა ტარების და პატარა ინსტრუქციები მინდა გითხრათ. აი ეს მაგალითად არის ხრიზოპრასი. ძალიან ლამაზი ქვა არის, თვითონ უკვე ფორმაში შეიძლება თქვა ჩაისვას და ამ შემდეგ. ამას აქვს როგორი უნარი. ესე იგი, ვისაც კი აქვს რუკაში, კარგად იყავით. ვისაც კი აქვს პირად რუკაში, თქვათ, გამოვლენილი რა. არის ზედმეტად ემოციური საქმეებში, აი ესე პრაქტიკულ რჩევებს გეუბნებით. ახლა აი თქვათ, ოღონდ რუკა უნდა ინახოს. აი ეს შეიძლება ხალ ირიტი ყავდეს დღის ქაში ადამიანს და ეს უკვე გამორიცხულია მის. აი შეიძლება როგორ რაღაცა რომ ადამიანს არის ემოციური და უჭირს შეხვედრებზე, ამ დროს დაკავებულია საქმით, მას კარმა აქვს ზუსტად ამ მეათე სახლია დატვირთული და უნდა იყოს შეხვედრებზე, რაციონალური, მშვიდი, წყნარი, ასე შემდეგ, მაგრამ უჭირს კონცენტრირება. უჭირს იმ მშვიდის შენარჩუნება, თუნდაც შინაგანი და თან კონტაქტების პრობლემაც აქვს ხელმძღვანელ პირებთან. თქვათ. აი ეს არის იდეალური ქვა მისთვის. და ამას გეუბნებით, რომ როდესაც ჩვენ გვინდა გასაგებია სულიერად ჩავებით, გასაგებია მუშაობთ, მაგრამ არის დამხმარე საშუალებები, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ. ესეც ერთ-ერთი უძლიერეს მე მაგალითად ვიყენებ ამ მინერალებს და მაგის შემდეგ გავახილე ცოტა თვალები რეალურად ჩემი აღმავალისკენ, რაც დავიწყე პრაქტიკულად მე რასაც გეუბნებით, ეს მე გამოვლილი წლების განმავლობაში და საკუთარი პრაქტიკით გეუბნებით. და აი ამ ქვის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენ კარმას, რასაც გეუბნებათ რუკა. რა მიმართულებით უნდა წახვიდეთ, სად არის იქ პატარა პრობლემების ალბათობა, სადა გაქვთ იქ თქვათ სიმშვიდე არის საჭირო პრაქტიკულობა, საქმიანი შეხვედრები, იცით უკვე რა ქვა უნდა გამოიყენოთ, მაგრამ საყვარელ ადამიანთან ნუ გამოიყენებთ. შეხვედრაზე ხო შეგიძლიათ სამსახურიდან მოდიხართ მოხსნათ და უკვე გამოიყენოთ საყვარელ ადამიანთან ალახით. რომელიც ქალებისთვის აძლიერებს სექსუალურ შარმს,
ძალიან ძლიერად და იზიდავს უამრავ ხალხს, ვისაც პრობლემა აქვს პარტნიორების მოზიდვის, ამის, აი ეს არ არსებობს, მე მალაკიტი გავიკეთო და 1-3-4 კაცი დღეში არ გავიცნო. ნუ ხალიც ასქეზე არ ამაყლაპარაკი. ადამიანებს იზიდავს ახალ სახეებს და ეს მაგ გამოცდილი როგორ იცით, რომ რაღაც პერიოდი იმდენი გავიცანი, რომ მე დავდე кайხანი ყუთში და მეთქი ცოტა ხანი მომში გადავხარშო ჯერ ის მეთქი ვინც გავიცანი თქო. არის კიდე როდესაც თქვა ვენერა ყავს დაზიანებული, ან პრაქტიკულ კუთხით გეუბნებით, ვენერა ყავს დაზიანებული ადამიანს, რას ბჟუტურობს შეყვარებულთან კაცმა არ იცის, ხო, უტახტო, ან რაღაცა ესეთი. მალაკიტი არის დიპლომატიის ქვა, რომელიც დიპლომატიურობას ავლენს ადამიანში ჰარმონიულ სასწორების ქვა. ხა, ლიდ სასწორები შორს იყავით ამისგან მაქსიმალურად. ანუ აძლიერებს უფრო დიპლომატიას. ანუ ჩვენ შეგვიძლია ჩვენ რაც ვიცით ჩვენი რუკიდან საით მივდივართ და საით მაწავ დავარეგულიროთ ეს მინერალებითაც დაგვეხმაროს, მართლა გვეხმარება, სერიოზულად გვეხმარება და მართლა გვაძლევს იმ ენერგიას, რაც აი ძალიან გვიჭირს, რა ჩვენ დამოუკიდებლად რომ გამოვავლინოთ. აი არის ციტრინი. ვისაც აქვს კომუნიკაციის პრობლემა. ხა მე რომ ამას გავიკეთებ ხოლმე, აი მე მორფი მინდა უკვე და არა დამაწყნარებელი აღარაფერი ხო და ეს არის ციტრინი, რომელიც არის ჯერცეც ვისაც სიცოცხლის ხალისის ნაკლებობა აქვს. აძლევს ენერგიულობას, აძლევს სიცოცხლის სიყვარულს, ამაში არის მზის ენერგია ძალიან დიდი. გაქვს დეპრესიული მომენტი, ცოტა უიმედობის განცდა, ან გამოსასვლელი ხართ ხალხში და უნდა რაღაც წაიკითხოთ, თქვათ, ხო? რეჩი. მე რაღაცა ძალიან მეგრელი მეგრელი ციხე რომ რევენ ხოლმე რუსულს. ხო და არის ეგ მომენტი, როდესაც არის აქტიურობა საჭირო, მხიარულება, აი მხიარულ ღონისძიებაზე მიდიხართ, იდეალური არის ციტრინი. მაგრამ ეს ისედაც შეგიძლიათ ხა თუ რაღაცა ეხა ლილით ტყუპებს ეს გადარევს. რა ბჟუტურებიც არიან, ორი იმდენი ბჟუტურები გახდებიან და მართლა არ უჩა. ამიტომ არის რომ მე კი გეუბნებით, მაგრამ პირადი რუკა უკვე ამას ძალიან სერიოზულად პროფესიონალურ დონეზე განსაზღვრავს, ვის მართლა რა ჭირდება და არა რაც მას უნდა. შეიძლება ჩვენ გვინდოდეს ძალიან მჭერმეტყველები ვიყოთ, იქ ხალხზე მოვახდინოთ ჩაბიჭრება, მაგრამ დაღმავალი ლომი ყავს და უკვე უნდა დაეტიო ძალიან რიგში და აღარ გამოჩნდე. იქ უკვე ციტრინი აღარ გჭირდება, იქ გჭირდება ამეთვისტო მაგალითად. რომელიც გახედებს თან სელენა მერწყულებს ეს განსაკუთრებით ძალიან კარგი არის. ეს არის ამეთვისტო, რომელიც ჯერ ესეთიც ამბოხებულ ტიპებს, რომელიც ჯერ ამბობენ და მე ფიქრობენ, ვისაც ვერძული ურევია, მერკური ვერძისთვის ფანტასტიკური არის კაკრას, რომ რას ლაპარაკობენ ხოლმე ხშირად წამოისვრიან ისეთ სიტყვებს და აქ არის ბალანსი საჭირო. ანუ ეს არის სიბრძნის ქვა. მაგალითად მე არ ვუჩვენ ხოლმე ამას დაღმავალ თევზებს. იმიტომ რომ ამათ უკვე აღარ ჭირდებათ სულიერება, სიბრძნე, მისტიციზმი, პირიქით მაგათ ჭირდება თქვა ციტრინი, ხრიზოპრაზი, ვეფხვის თვალი, იდეალური არის მიწისკენ რომ მიმართოს. ეს თავიდან ბოლომდე მიმართავს სულიერებისკენ ადამიანს. ფილოსოფიისკენ. აი ვისაც ფარველი ყავს შულდოსანში ფანტასტიკურია მისთვის ამეთვისტო, იმიტომ რომ ეს ფილოსოფიურ ხედვას უფრო უბრძენებს და უფრო სწორი მიმართულებით მიყავს ადამიანი. ან აღმავალი მშვილდოსანი ფანტასტიკურია და აღმავალი ტყუპებისთვის იდეალური არის უკვე სერდოლიკი. და რატომ? აი სერდოლიკი ეს ახლა ისიც დამავიწყდა მე თქვა მეგობრულ ენერგიებს აძლიერებს, მაგრამ არ მერწყულისთვის ძალიან კარგი რომ აი თუ გიჭირს მეგობარს აპატიო რაღაცეები, თუ გიჭირს ცოტა ყველა ხალხის მიღება, აი იდეალური არის ეს ამეთვისტო, როდესაც ზუსტად ხსნის იმ სუფთა მეგობრულ ენერგეტიკას და უკვე იღებ ადამიანს ისეც როგორიც არის. მაგიტომ ფარველისაც მერწყულში ყავს გადასარევი არის მაგაცთვის ეს ხო. ანუ ხო ხდებით ახლა ფსიქოლოგიური ანალიზი გინდება, პლუს კარმული ასტროლოგია გინდება და მხოლოდ მაშინ შეიძლება მინერალების უკვე მართლა პროფესიონალს დამყენება. სერდოლიკს რაც შეეხება ეს არის ყველაზე ზედაპირული, კარგი კუთხით თქვა, ტყუპების შესაფერისი. და რატომ? ტყუპებს აღარ ევალებათ აღმავალი ტყუპი, თქვათ, სელენა ტყუპი, აღარ ევალებათ რაღაცაზე ჩაიციკლონ და ამუშავონ წლობით. იმისთვის ძალიან სასარგებლოც არის რაღაცა, მოკლე ინფორმაცია გააზრება და გადასვლა ახალზე. რაც შეიძლება მეტი, როცა კარმაში გყავს ტყუპი დადებითად, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მიიღო. კარგი, ცუდი არ აქვს მნიშვნელობა. ძალიან გავს ეს სერდოლიკის ენერგიები თვითონ
ტყუპების ზონასთან ეს გაძლევს ძალიან სასიხარულო სიტუაციას, თუმცა დაგირეკავენ რაღაც სასიამოვნო კამპანიაში აღმოჩნდა, მაგრამ შეიძლება აღარ გაგრძელდეს ეს დღე, 2 დღე, 3 დღე, მაგრამ იმ მომენტში ძალიან გასიამოვნებს. პლუს ოპტიმიზმს აძლევს ადამიანს, ყოველდღიურ ოპტიმიზმს, ანუ აი მაქსიმალურად რომ ხალისიანად ხარ და ძალიან ეს არის ძალიან კარგი ტყუპების აღმავალისთვის და სელენო ტყუპებისთვის, იმიტომ რომ დაღმავალი მშვილდი არის უკვე ძალიან ჩაციკლული ხოლმე ერთი და იგივე თემატიკაზე და ეს ერთოლიკი გამოიყვანს ერთფეროვნებისგან და მიმართავს, ანუ ხო ხვდებით ლოგიკას, როგორ შეიძლება ხა ძალიან მოკლედ გითხარით, იმიტომ რომ ამაზე ხა ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი და წლებია მუშაობ მინერალების თემაზე, ასტროლოგიური კუთხით და ძალიან ახალი პარამეტრები გამიხსნა ამან. მე ძალიან ბევრმა ჩემ ახლობელმა, ვისაც შემირჩევით, ყველა მაღაზიაში დავუყვები ხოლმე დელეგაციებს, ეგ საერთოდ სასაცილო არის და ვურჩევ ხოლმე ეს თქვა გინდა და მე ამაზე ვაკვირდები მე. და ერთ სურეკავს ხალხს ხა როგორ გიშოლა მეთქი შემოქმება რა აღარ მიშოლა ორი სასახური დავიწყე მეტი რა უნდა ეკნაო რა ანუ მე რასო ვაკონტროლებ იმას თქვა რა გამოავლინა ამ მინერალმა და მართლა დამხმარენი არიან აი ესე რომ თქვა და ეს მინდა ძალიან ყურადღებისას გაქვთ გადაწყვეტილი რომ რაღაცა შეცვალოს თქვენ ცხოვრებაში თუნდაც პირადი რუკით თუნდაც ინტუიციას და იმებს არ გიჩვენებთ რომ ხვები არის ძალიან სათუთი თემა რომელსაც ცოტა პროფესიონალურად ჭირდება მithkom ამიტომ რომ არის ისეთი ქვა, მაგალითად, შეიძლება დაგანგრიოს, ვითომ უწყინარმა, მაგრამ მთლიანად დაგანგრიოს და ვერ მიხვდე რატო. პლუს არის იქ შეთავსება ქვების, ყველას აქვს თავისი გამოყენების პირობები, არ შეიძლება რაღაც ერთი და იგივე გვეკეთოს სულ. ხასიათი უნდა იცოდეთ ქვის, მე ჩემს საიტზე მიწერია ყველა ქვის ანოტაცია, შეგიძლიათ თქვა, იქაც გაეცნოთ ზოგადად რომ ისწავლოთ მინერალური პრაქტიკა და აი თუნდაც ახლა მაგალითად არის საშინელი კვადრატები ცაში. ხო? ეს ხდება ხოლმე ამის პროგნოზირება და რაღაცები. ესე იგი არის აგრესიული პერიოდი. მე მაგალითად ვისაც ცეცხლი არ აქვს, ცეცხლის სტიქია ურჩევ ვებხვის თვალს, რომ სხვების თავდასხმისგან აირიდოს თავი, ვინც იმპულსური არის და აგრესიული, იმას ვებხვის თვალს არ ურჩევ, იმიტომ რომ მაშინ ცეცხლურ ისეთ ენერგიას გააძლიერებს და ის გახდება უკვე თავდასხმელი სხვებზე თქვა. ანუ ამას აქვს ძალიან სერიოზული დაფიქრება უნდა, გაანალიზება და შესწავლა და აი თქვათ შორის აი ეს მინდოდა მე თქვა, იმიტომ რომ ძალიან მინდა კულტურა ამაღლდეს ჩვენთან მინერალების გამოყენების. არ არის ინფორმაცია საერთოდ, სოფლიო არის წასული იქ, სადაც ვერ დავეწევით კაიხანი და რაღაცა ინფორმაციული ვაკუუმი აქვს შექმნილი და საერთოდ არ ხდება მინერალების სწორად შეფასება და თვითონ მიღება. ამიტომ მე მაგალითად ყოველთვის რაღაც დონეზე ვეცდები ხოლმე მინერალებზე, რაღაც თვითონ მინერალზე ვთქვათ, რომ ყოველი სემინარის ბოლოს ვისაუბროთ, რომ იცოდეთ, არ არის აუცილებელი ყველა მატაროთ. უბრალოდ ინფორმაცია მაინც ყველა არის იმის ღირსი, რომ იცოდეს, რომ შეიძლება რაღაცა მას შველოდეს, ესე რომ ვთქვათ. იქ პირადის მასაწესრიგებელი ცალკე ქვები არის, ვთქვათ, პირადში როცა არის პრობლემა, თქვათ შორის აქაც არა გამომყენებლად რომ არიქა გათხოვდნენ, ან არიქა დაუჯახდნენ. მაგაზე არ არის ლაპარაკი, ვთქვათ, არის ისეთი მომენტი, როდესაც ვენერა ყავს ისეთ სულ მდგომარეობაში ადამიანს, რომ სიყვარულის უნარი არ აქვს სწორად გააზრებული, უჭირს სიყვარული. ვენერა თხის რქა, ვენერა მორიელი, ვენერა ქალწული, ურთულესი მდებარეობები. ვენერა მერწყულიც ახლა არ არის გადასარევი, როგორ შეიძლება მეგობრობა სიყვარული გეგონოს და სიყვარული მეგობრობა, ხო, ორივე სხვადასხვა არის, არც ეს არ არის დალაგებული მდებარეობა. ამიტომ არის ისეთი საკითხები, როდესაც სწორი ფორმულირება რაღაცების მოგების უნდა ხდებოდეს და ამაში ახლა შთაგონებით და აი ესე და იოგით ვერ გააკეთებ, ხო? ამას ეს გაცნობიერებით ვერ ეგეთი ხარ და მორჩა, უბრალოდ შეიძლება ვთქვათ, ვარდისფერმა კვარცმა ეს პრაგმატული ხედვა სიყვარულის მიმართ რაღაც დონეზე შეამციროს. და უფრო მეტი წარმატება მოუტანოს სასიყვარულო სფეროში, რაც თვითონ ბლოკავს. აქ ბედზე არ არის ხალი ირიტი თუ მეხუთე სახლში არის, ამოწყვეტილია პირადი ზონა, იმას ახლა არაფერი არ უშველის, მაგრამ როცა არის შიდა დაბლოკვა, ამას ძალიან კარგად ხსნის მინერალური სამყარო. ფაქტიურად ამოწურე.